მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ დღეს ისევ ერთად ვართ. ძალიან ბევრი ახალი შემოგვიერთდა, წარმატებებს ვუსურვებთ მათ. ჩვენს გუნდში მოხვედრა ძალიან კარგია. იმიტომ რომ ჯერ ერთი აქ გვხვდებათ ძალიან თბილი გარემო, მეგობრული გარემო, აქ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, სხვანაირად არ გამოდის საქმე და ჩვენ ვართ აი ყველა მართლა ერთი გუნდი და ერთი შეკრული გუნდი. მე ვარ ნანა გაფრინდაშვილი, ვარ ლიუგუდის კლუბის წევრი, რაც ძალიან მახარებს და ოლიკო იტყვის ხოლმე რომ ხანდახან მეშინია რომ არ მცოდნო და ლიუგუდი რამე შველებოდაო, ძალიან უბედური ადამიანი ვიქნებოდიო და ნამდვილად აი ეს სიტყვები სულ ყურში მეცნის და ნამდვილად ესე იქნებოდა. კომპანია ახალი არის, ჩვენ ვართ კომპანიის სათავეში და ყოველთვის სათავეში ყოფნა არის ძალიან კარგი. ქსელურ სისტემაში მით უმეტეს ძალიან კარგია სათავეში ყოფნა და კომპანიასთან ერთად ჩვენ ვითარდებით, მივდივართ წინ და ერთად ვსწავლობთ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, 1 წლის და 1 თვის არის კომპანია, მას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდა. მილიონზე მეტი ადამიანია ყავს უკვე კლუბის წევრი კომპანიას და ამ მილიონი ადამიანიდან ძალიან ბევრი უკვე არის შემდგარი, წარმატებული და ძალიან დიდი თანხის მფლობელი. 80% აბრუნებს კომპანია უკან. ესეთი აი ამ ხელა პროცენტით უკან ხალხთან დაბრუნება თანხის მე არც ერთ კომპანიაში არ მინახია. მე ვმუშაობ, მაქვს ჩემი საქმე, ჩემი სამსახური, თუმცა მოგეხსენებათ საქართველოში როგორი დაბალი ხელფასებია და არაფერში არ ყოფნის მოკლედ ეს ხელფასი, რომ ავიღებ ხელფასს უკვე ერთ კვირაში აღარა მაქვს. ესე რომ სულ ვეძებდი რაღაცას და აი ეს კომპანია არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი იმედი და ზოგადად იმედი იმის, რომ აი ამ კომპანიის მეშვეობით ქართველი ხალხი ამოვა სიღარიბიდან და ასევე ემიგრანტებისთვის არის მისწრება, ემიგრანტები ნამდვილად ლიუგუდის მეშვეობით დაბრუნდებიან საქართველოში. იმიტომ რომ აქ არის მზარდი ხელფასი და აქ არის სტაბილური შემოსავალი. ეს იქნება შემდეგ ყოველთვიურად შემოსავალი. კომპანიის წარმომადგენლები ბენ გლინსკი და ნაუდარ ხაზანი დამაარსებლები არიან ამერიკელები. ეს კომპანია ფლორიდას შტატშია დაარეგისტრირებული და ამერიკაში ზოგადად საკმაოდ რთულია ესე ფეიკი კომპანიები არ რეგისტრირდებიან, ვერ რეგისტრირდებიან და რაღაცა თუ ესე ჩუმად და იმათ თუ გააკეთებენ რამეს და ისიც ძალიან დასჯადია, ესე რომ ეს კომპანია არის იურიდიულად დამტკიცებული, ყველაფერი საბუთი აქვთ წესრიგში და არის სრულიად გამჭვირვალე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, დაგუგლოთ, YouTube-ში მოიძიოთ და ნებისმიერი გამოძიება ჩაატაროთ ლიუგუდის შესახებ და თქვენ ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ. კომპანია აწარმოებს ბიონატურალურ პროდუქციას, მას ყავს ცოლ-ქმარი გუდკინები, პროფესორები, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ ლაბორატორიულად და შემდეგ უამრავი სერტიფიკატები მიიღეს მათმა შექმნილმა პროდუქციამ. ეს არის ბიონატურალური პროდუქცია, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროდუქცია, აუცილებელი იმიტომ რომ დღეს
დღესდღეობით ყველა ადამიანს აკლია ვიტამინები, აკლია მინერალები, რას ვსვამთ, რას სუნთქავთ, რას ვჭამთ, კაცმა არ იცის და ამიტომ იმ მინერალებს, იმ ვიტამინებს ვერ ვღებულობთ საკვებიდან, როგორც ვღებულობდით მაგალითად ადრე ერთ ვაშლს რო შევჭამდით, იქ იყო საკმარისი რკინა, რომ ჩვენ მიგვეღო. დღესდღეობით ესე არ არის. რა ვიცი, ალბათ 10 კილო ვაშლი უნდა ჭამო ერთ ჭამაზე, რომ ის რაღაც მინიმალური რკინის დოზა რაც საჭიროა ორგანიზმისთვის ის მიიღოთ. აქედან გამომდინარე, აი ეს ვიტამინების და ეს საკვებზე დანამატების მიღება არის აუცილებელი. და ამიტომ აქვს ძალიან მაღალი ხარისხის ბიოდანამატები, საკმაოდ ბევრი პროდუქცია ამ ბიოდანამატების ჩვენს მარკეტში, ნელ-ნელა ამატებენ ეს გუტკინები, აქვს ძალიან ბევრი სერტიფიკატი მიღებული ამ პროდუქციას. და ძალიან მალე კომპანია პირდება, რომ ძალიან მალე შემოუერთდება ამ კომპანიას სხვადასხვა კომპანიები, უკვე თვითონ უდევთ ძალიან ბევრი ხელშეკრულებები და ხდება ამ ხელშეკრულებების გამოძიება, რადგან ორიენტირებულები არიან მაღალ ხარისხზე კომპანია, აქედან გამომდინარე ყველაფერს იკვლევენ, შემდეგ ეს ყველაფერი იურიდიულად უნდა დაამტკიცონ, აი ამას დრო ჭირდება და ამიტომ იწელება ეს ყველაფერი და ძალიან მალე კომპანიაში იქნება მოგზაურობაც, იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი და შეგვეუბნებიან, რომ ავტომანქანებიც იქნება და უამრავი სხვა პროდუქცია. ეს მარკეტინგი კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს სხვადასხვა კომპანიებიდან ქსელური სისტემიდან აიღეს და ასევე აიღეს კლუბური სისტემიდან. კლუბური სისტემიდან არის ესეთი ამერიკაში ესეთი დიდი ჰიპერმარკეტი, ეს არის Costco, საიდანაც აიღეს მსგავსი მოდელი და იქ ხდება როგორ იცით, როდესაც Costco-ში კლუბის წევრები, Costco-ს ყავს 120 მილიონი ადამიანი თავის კლუბის წევრად და ეს კლუბის წევრები იხდიან $140 წელიწადში და ამის საფასურად მათ აქვთ 50%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე, ოღონდ იქ იყიდება საბითუმოდ, შედიან მთლიანად რაღაც დიდი რაოდენობის თანხის პროდუქციას ყიდულობენ, აი ამ 75%-იანი ფასდაკლებით. ზუსტად ანალოგიური სისტემა გადმოიღეს ბენგლისკიმ და ნაუდარ ხაზანმა და ჩვენამდე მოიტანეს საკმაოდ მარტივი გაიოლებული მარკეტინგი. პროდუქცია, რომელიც იყიდება marketplace-ზე, როგორც იყიდება Amazon-ზე გამოწერით, ანალოგიურად აქაც იყიდება ეს პროდუქცია. მეც და ჩემმა პარტნიორებმაც ძალიან ბევრმა უკვე გამოვიწერეთ ეს პროდუქცია, ჩამოვიდა ნორმალურ დროში, მაგალითად ამ ბოლო დროს გამოვიწერეთ კერძო გადამზიდიდან და ჩამოვიდა 2 კვირაში. პროდუქცია, როგორც გითხარით, არის მაღალი ხარისხის და ვინც მიიღო ეს პროდუქცია, არის საოცრებებს ახდენს. რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია არის საკვებზე დანამატი და ამას არ ჭირდება ვთქვათ ექიმი და რაღაცა, უბრალოდ მაინც გამოკვლევები და რაღაც მსგავსი რაღაცები მაინც საჭიროა, ვთქვათ, დ-ვიტამინის მიღების შემთხვევაში. აქვს აგრეთვე CBD-ის ზეთი, კოლაგენი, ენერგეტიკული ვიტამინები, ქალის და კაცის ვიტამინები და უამრავი სხვა ბიოდანამატი. ეს პროდუქცია იყიდება, როგორც გითხარით, ჩვეულებრივად გამოწერით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ პროდუქციის გამოწერა. კომპანია ჩვენ არ გვავალდებულებს არც ყიდვას, არც გაყიდვას. აი ამაში ვართ სრული თავისუფლები.
არც გარეთმამებას და ჩვენ არ ვიქნებით ვინმესთვის ექიმი, ვექილი, კურიერი და რა ვიცი 1000-ნაირი სხვა პროცედურების ჩატარება ჩვენ არ გვჭირდება. ერთადერთი კომპანიას აქვს მოთხოვნა ის, რომ გავხდეთ კლუბის წევრი, გადავიხადოთ კლუბის საწევრო $10 თვეში $10, ან წლიური თანხა $100 და $20 ჩუქნის კომპანია, აქაც შეღავაც გვიკეთებს. და მოვიწვიოთ ადამიანები. თუმცა ხა პასიური ადამიანებიც გადიან ხელფასზე, ამას ნელ-ნელა აგიხსნით, მაგრამ რაც უფრო აქტიური იქნები, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოხდება ჩვენი ხელფასების დარიცხვა. ეხლა მარკეტინგ შევეხები, მე ვფიქრობ, რომ მარკეტინგის ცოდნა აუცილებელია, რადგან მიხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რა ხელფასებს მოგცემს კომპანია. ანუ ყველა ჩვენ ხელფასის გულისთვის და თანხების გულისთვის ვართ აი აქ მოსული. ესე რომ დავიწყოთ, კომპანია აქვს 7 სახის ბონუს გვთავაზობს და გვთავაზობს კომპანია, იმიტომ ამ ბონუსებს და გვიხდის ამ ხელფასებს, ეხლა თქვი რომ 80% შემოსავლების 80%-ს უკან გვიბრუნებს ამ თანხას, იმიტომ რომ კომპანიას სჭირდება მსოფლიო ბაზარზე გასვლა, მაგალითად რომ კომპანია არ შემოსულიყო საქართველოში, ან არ გასულიყო აი ამ 214 ქვეყანაში და ეხლა უფრო მეტ ქვეყანაშია გასული, არ გვეცოდინებო და ჩვენ ლილგუდის შესახებ არაფერი და ფაქტიურად მას არ ეყოლებოდა მყიდველი. აქედან გამომდინარე კომპანიამ აი ესეთი მარკეტინგული სულა გააკეთა, ამისთვის რომ ჩვენ გავავრცელოთ ეს კომპანია მსოფლიოში, ამისთვის გვიხდის კომპანია აი ამ 7 სახის ბონუსს. და აგრეთვე ნახეთ, კომპანიას სჭირდება მომხმარებელი. და წარმოიდგინეთ, თქვენ აბა რომელ მაღაზიაში გინახიათ, მაღაზიას ან მარკეტს, ან თუნდაც ჰიპერმარკეტს ყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი მომხმარებელი. და 2024 წლის ბოლოს 3 მილიონი და 5 მილიონი ადამიანს ფიქრობენ, რომ შემოუერთდება კომპანიას. ესე იგი, მოვდივართ კომპანიაში და ჩვენ $40 ვყიდულობთ ჩვენ საფულეს, რომელშიც შემდეგ თანხები დაგვერიცხება. ვყიდულობთ აი ამ საფულეს $40-დან და როგორც მე ავთოვადი ამ კომპანიით და ჩემი გუნდის წევრები და პარტნიორები, ესე როდესაც ავთოვანდებით კომპანიით, ჩაწვდებით მის არს, სხვასაც ეტყვით. ანუ უფლება არ გაქვთ რომ არ უთხრათ. თქვენ რომ აიღოთ ხელფასი და იყოთ კარგად, თქვენი მეგობარი, თქვენი ახლობელი, თქვენი ნაცესავი, თუნდაც უცნობი ადამიანი, ხომ უნდა იყოს კარგად. და ამიტომ ჩვენ ვიწევთ ადამიანებს. აქ ადამიანების მოწვევა შეგიძლიათ უამრავი. არ არის განსაზღვრული, რამდენი ადამიანი უნდა მოიწვიოთ. ოღონდ მოიწვიეთ ადამიანები. და ახლა ნახეთ რა ხდება, აი ამ $40-დან კომპანია ვიხდის 50% უკან თითოეული მოწვეული ადამიანიდან. აი ამ ყველა ადამიანიდან, რამდენი ადამიანიც მოიწვიეთ, ყველადან აბსოლუტურად ჩვენ დაგვერიცხება $25. ანუ $40 50%. ეს არის პირველი ბონუსი და ეს არის სწრაფი ბონუსი. და სწრაფი ბონუსი არის იმიტომ, რომ შემდეგ კვირას, აი დღეს მოიწვიეთ ადამიანი, ხუთშაბათს არა და შემდეგ ხუთშაბათს დაგერიცხებათ თქვენ $25 ყოველ მოწვეულ ადამიანზე. შემდეგ ეს ადამიანებიც მოიწვევენ ადამიანებს, მაგრამ შეიძლება არ მოიწვიონ, მაგრამ ზოგი ერთს მოიწვევს, ზოგი ორს, ზოგი 10 და ასე შემდეგ. მეორე შრეში უფრო მეტი ადამიანები იქნება, მესამე შრეში კიდევ უფრო მეტი, მეოთხე შრეში და ასე შემდეგ. სიღრმეში მეტი და მეტი ადამიანები მოვლენ. და თქვენი მოწვეული ადამიანების მოწვეულებიდან კომპანია გვირიცხავს 10%, $40-ის 10%, ანუ $5. აი ამ იმათი მოწვეული ადამიანებიდან $5. ეხლა ეს სიღრმეები დამოკიდებული არის
ჩვენს სტატუსებზე. აქ არის სტატუსები, რომელზე ასვლაც საკმაოდ იოლია, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. ბრინჯაო ხდება ადამიანი, როდესაც ორ ადამიანს მოიწევს. ორი ადამიანის მოწევით ადამიანი უკვე ბრინჯაოა. საკმარისია რომ მოიწვიოს მესამე ადამიანი და ამ სამმა ადამიანმა მოიწვიოს ორ-ორი ადამიანი და ჯგუფში, ანუ კიდე მოიწვიოს ადამიანი ამან, ან ისევ თქვენ, ჯგუფში უნდა გახდეს 20 ადამიანი. და უკვე ეს ადამიანი გახდება ვერცხლი. ეს სამი ადამიანი, ნებისმიერი პირველი თქვენი მოწვეული სამი ადამიანი, რომ გახდება ვერცხლი, თქვენ გახდებით ოქრო. შემდეგ ისინი რომ გახდებიან ოქრო, თქვენ გახდებით პლატინა, ისინი გახდებიან პლატინა, თქვენ გახდებით ბრილიანტი და რა თქმა უნდა, ადამიანთა რაოდენობა თქვენის ჯგუფში მეტი და მეტი უნდა იყოს. ძალიან გხავთ გამორთეთ მიკროფონები. და აი ამ სტატუსების მიხედვით თქვენ ჩახვალთ სიღრმეებში. ეხლა ნახეთ ეს სიღრმეები რას ნიშნავს. ესე იგი, როდესაც ხართ ბრინჯაო, გეხსნებათ ორი სიღრმე. შემდეგ ვერცხლს კიდე ემატება ორი, ოქროს კიდე ორი, პლატინას კიდე ორი ემატება და ბრილიანტს კიდე ორი. ანუ სულ არის 10 სიღრმე. და 10 სიღრმიდან აი ესე ნაწილდება ქვემოდან ამოსული სწრაფი ბონუსები. ესე იგი, თქვენი პირადი მოწვეული ადამიანებიდან, ანუ პირველი სიღრმიდან 50% ამოგდის, მათი მოწვეულებიდან 10%, შემდეგ 5%, შემდეგ კიდე 5%, მერე 3%, 2%, 2%, 1 და 1%. და ქვემოდან აი ეს თითო პროცენტი საკმაოდ დიდ თანხაზე არის, იმიტომ რომ მე-10 სიღრმეში ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან ბევრი ხალხი. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ მეორე სიღრმეში არის თქვენი მოწვეულის მოწვეულები, მერე კიდე იმათი მოწვეულები და აი ესე უამრავი ადამიანი გამოდის მე-10 სიღრმეში. და აი ამ სწრაფი ბონუსით საკმაოდ დიდი თანხები ამოდის. ეხლა გადავედით მეორე ბონუსზე და ეს არის მეორე ბონუსი არის უკვე გლობალური ბონუსი, ეს არის სტაბილური ბონუსი, ეს არის ყოველთვიური ხელფასი. გინდა პენსია დავარქვათ, გინდა ხელფასი და ეს ბონუსი არის აი იმ $10 გადახდიდან ამოსული თანხები. $10-დან თითოეული ადამიანის გადახდის შემდეგ, როდესაც გადაიხდის ეს ადამიანი $10, იქიდან ჩვენ ამოგდის 25 ცენტი. ჩვენს ქვემოთ არის ლეველები და აი ამ ლეველების შევსების შედეგად ხდება ხელფასების დარიცხვა. ლეველები სულ არის 15 და როგორ ვავსებთ ახლა ამ ლეველებს? ლეველები არის, აი ესე იწყება, 2 ადამიანით იწყება ლეველი. შემდეგ არის 4 ადამიანი. შემდეგ არის 8 ადამიანი. ყველა ადამიანის ქვევით 2 ადამიანია. შემდეგ 16 ადამიანი, მერე 32 ადამიანი, 64 ადამიანი, 128 ადამიანი და ასე შემდეგ, ესე მათემატიკური პროგრესიით იზრდება და იზრდება მე-15 ლეველამდე. და აი აქ არის ზუსტად პასიური ადამიანის ხელფასი. პასიური ადამიანი არის ის ადამიანი, ვინც უბრალოდ მოვიდა, გადაიხადა $50 და ყოველ თვე იხდის $10. და აი ამ $10-დან ნახეთ, გითხარით რომ 25 ცენტი ამოდის, ანუ აი თქვენს ქვემოთ მყოფი ადამიანები და ყველადან ამოდის 25 ცენტი. და ეს $10 აკეთებს იმას, რომ ჩვენ 75%-იანი ფასდაკლებით გვაქვს პროდუქცია. და აი ეს $10 არის ზუსტად ცოცხალი ფული, რომლიდანაც ჩვენ ვღებულობთ ხელფასს. ეს $10 არის ზუსტად ის ცირკულაცია, რომელსაც აკეთებს კომპანიაში, აი ეს თანხები ცირკულირდება და მოდის ყველასთან.
და ეხლა პასიური ადამიანი როგორ იღებს პასიური ადამიანის ეხსნება 12 ლეველი, 12 საფეხური, ესე რომ ვთქვათ, და მას $2057 ამოდის ხელფასი. და ნახეთ როგორ პასიური ადამიანის ზემოთ, ანუ ვინც მოიწვია ის ადამიანი, მისი სპონსორი, კიდევ მის ზემოთ მისი სპონსორი და ესე სწორხაზოვნად მისი სპონსორები ყველა მუშაობს აი ამ პასიურ ადამიანზე. და ეხლა როგორ ნახეთ ეს მისი სპონსორი რომ დაარეგისტრირებს ადამიანს, ჩაუჯდება მას აი აქ. ჩამოესხმევა ეს ადამიანები, თუ მისი ზედა სპონსორიც დაარეგისტრირებს, ისიც ჩამოვა აქ. შემდეგ ეს ჩამოსხმული ადამიანები გააგრძელებენ ამ ცარიელი უჯრების შევსებას, შემდეგ მეორე ჩამოსხმული ადამიანი გააგრძელებს, მაგრამ ნახეთ პასიური ადამიანი რატომ არ მოიწონს. ხომ შეიძლება პასიურ ადამიანს ისევ პასიური ადამიანი ჩამოუვარდეს და ამიტომ მისი გუნდი ძალიან ნელ-ნელა გაიზრდება. თუმცა გაიზრდება, მაგრამ ძალიან ნელა-ნელა. გააჩნია ამას ესიც როგორ არის, იცით, კარგ ადგილზე უნდა მოხვდეს, კარგი სპონსორი უნდა ყავდეს და მის ქვემოთ უნდა ჩამოვარდეს მუშა კარგი ადამიანი. და ამ შემთხვევაში მას გაეზრდება ეს თავის გუნდი და როდის გაეზრდება და რამდენი ხანი დაჭირდება ამ $2057 აღებას კაცმა არ იცის. შეიძლება ძალიან მალე აიღოს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კარგი სპონსორი ყავდეს და შეიძლება მას ქვემოთ 2-3 ადამიანი ისეთი ძალიან ძლიერები ჩამოუვიდეს, რომ უცებ გაევსოს მას ეს თავისი გუნდი და სრულიად შესაძლებელია 6-7 თვეში მან აიღოს ეს $2057. ან 1 წელიწადში, ან 2 წელიწადში, ან შეიძლება 3 წელიწადშიც კი. თუმცა როგორც კი ჩამოუვა მას ერთი ადამიანი და ის ერთი ადამიანი გადაიხდის იმ $10, ის 25 ცენტი მას უკვე დაერიცხება ხელფასის სახით. მაგრამ ადამიანი, რომელიც აქტიურია და აქაც სტატუსების მიხედვით არის ხელფასები, ბრინჯაოს და ვერცხლს ეხსნება 13 ლეველი და აი ამ 13 ლეველის შევსების შემდეგ მათერიცხებათ $4000. შემდეგ ოქროს და პლატინას მე-14 ლეველი ეხსნება და $8000 ხელფასზე გადის და შემდეგ ბრილიანტს ეხსნება 15 ლეველი და ის გადის $16,000 ხელფასი ეხნება მას ყოველთვიურად. რა ვიცი, მე მგონი ძალიან მაგარია და კიდევ ვერ ხვდებით სადა ვართ მოხვედრილები და ეხლა მესამე ბონუსსაც გეტყვით. ეს მესამე ბონუსი არის მაჩიკ ბონუსი უძახიან მას და ეს არის ხელფასის ხელფასი, ანუ ჩეკის ჩეკი, ესე რომ ვთქვათ. და აი აქაც გასათვალისწინებელია ჩვენი პირველი ხაზი, მეორე ხაზი, მესამე ხაზი, ანუ შრეები. შრეებიდან ამოდის აქაც ხელფასი და აქ არის 5 შრე. ანუ თქვენ გახვედით რაღაც ხელფასზე, ვთქვათ $500-ზე და თქვენი მოწვეულები თქვენ 4 მოწვეული ყავთ, ერთი გავიდა $2000-ზე, ერთი გავიდა $100-ზე, ერთი ახალი მოწვეულია და $5-ზე გავიდა მარტო. ერთი გავიდა $2-ზე. ერთი $1000-ზე. ანუ პირად ხალხი რამდენი ადამიანის ყავთ, იმდენი ადამიანიდან თქვენ ამოგდით მათი ხელფასის 50%. ეს ყველაფერში არის ეს 50%, ყველაფერში ფიგურირებს. და წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ $500, ამ ადამიანიდან დაგერიცხებათ $1000, ამიდან 50, აქედან $2.50, აქედან $1, აქედან $500 და წარმოიდგინეთ ამხელა თანხაზე ადიხართ. საოცრება ხდება, ის საოცრება ნამდვილად და აი ეს თანხები ხალხო
უკვე აღებული აქვთ ჩვენს ზედა სპონსორებს, უკვე გასრულები არიან, ბრილიანტი სტატუსი აქვთ მათ მინიჭებული და აი ამ მთელ 7 სახეობის ბონუს უკვე იღებენ ისინი. და უკვე ასულები არიან 10,000, 20,000, 50,000 დოლარ ხელფასზე. და ტიმ მიულერი, რომელიც არის ჩვენი სუპირველი სპონსორი, ეს არის ამერიკელი ადამიანი, რომელიც ინვალიდი არის, მას ფერხები წართმეული აქვს, კალიასკაში ზის და მათხოვრობდა სხვანაირად მას არ შეეძლო არაფერი და მან როგორც კი გაიგო, რომ ნაუდარ ხაზანმა ჩამოაყალიბა რაღაც კომპანია და მარკეტინგი მიაწოდა ხალხს უმარტივესი, ეგრევე იშოვა ის $50 დარეგისტრირდა და დღეს ეს ადამიანი არის მილიონერი. მას თვეში $100,000-ზე მეტი შემოსავალი აქვს. შემდეგ ბონუსებსაც ისე შევეხები, ეს არის შემდეგი ბონუსები არის გაყიდვებიდან ამოსული პროცენტები და აქ ხდება როგორი რაღაც იცით, ჩვენ გითხარით რომ გაყიდვას არ გავალდებულებს კომპანია, მაგრამ ჩვენ კაბინეტში გვაქვს რეფერალური ლინკები. აი ამ ლინკების გავრცელება შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას და ამ ლინკების საშუალებით იყიდიან ადამიანები პროდუქციას და თქვენ აი აქ როგორ არის იცით, როგორც კი ადამიანი გადაიხდის იმ თანხას, თქვენ ეგრევე დაგერიცხებათ განსხვავებული თანხის 50%. აქაც 50%-ია. და განსხვავებული თანხები, რომ გითხრათ, ახლა ძალიან დიდი ამეთქი არ არის დიდი, კომპანია ორიენტირებული არის, რომ დაბალ ფასად გაყიდოს პროდუქცია, რადგან ყველა ადამიანი შეწვდეს აი ამ პროდუქციას და იყოს ჯანმრთელი. ქსელურ კომპანიებში არის ესეთი ბიოდანამატები და საკმაოდ ხარისხიანი, თუმცა იქ აი ზუსტად ამ გაყიდვებით უხდიან პარტნიორებს ფულს და ამიტომ მას აქვს საკმაოდ დიდი თანხები. თვით ღირებულებასთან შედარებით 10-ჯერ ძვირია. ხოლო ლივგუჩი თვით ღირებულებასთან ოდნავ მეტი ფასი აქვს ჩვენ პროდუქციას და ეს იწვევს იმას, რომ ეს პროდუქცია არის გაყიდვადი და თან საბითუმოდ იყიდება ეს პროდუქცია. უკვე ძალიან ბევრ მარკეტში გამოჩნდა ამერიკაში და სხვადასხვა ქვეყანაში ლივგუდის პროდუქცია. ანუ ვიღაც ბიზნესმენებმა, ვიღაც მეწარმეებმა, არ ვიცი, ვიღაც ხალხმა იყიდეს ეს პროდუქცია ლივგუდში საკმაოდ იაფად და დადეს მაღაზიაში 3 და 4 ფასად და ის 3 და 4 ფასიც კი ეიაფებათ იქ ხალხს. წარმოიდგინეთ, ქალის ვიტამინი, რომელიც 24 სახის ვიტამინს, 25 სახის ვიტამინს შეიცავს, რომელიც ერთი თვე ეყოფა ერთ ადამიანს, ღირს სულ რაღაც $10. არსად არ ღირს ესეთი ფასი, ესეთი მსგავსი ვიტამინები და თითქმის ყველაფერს აი ესეთი დაბალი ფასები აქვს. და აი ამ განსხვავებული ფასები დაახლოებით $5-დან $20-მდეა ეს განსხვავებული ფასები და აი ამ განსხვავებული ფასების 50%-ს უკან დაგვიბრუნებს კომპანია, რადგან ჩვენი რეფერალური ლინკიდან გაიყიდა ეს პროდუქცია. შემდეგ არის რაც უფრო მეტ პროდუქციას გაყიდით, მით უფრო მეტი პროცენტი დაგერიცხებათ და შემდეგ უკვე ბრილიანტებისთვის არის ბონუსები, ეს არის 2%-იან წილში სვავს კომპანია ბრილიანტებს და შემდეგ კიდე არის ერთი განსხვავებული ბრილიანტების ბონუსი, ეს არის 4%-იან წილში სვავს კომპანია უკვე გვირგვინოსან ბრილიანტებს. ესე რომ საკმაოდ მარტივი და იოლად მისაღწევი სტატუსებია, მარტივი მარკეტინგია და საოცარი კომპანია. ლივგუდი იცხოვრე კარგად და ნამდვილად
იცხოვრებთ კარგად. ეხლა ერთი რაღაცაც მინდა რომ გითხრათ, ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელმაც შემოიტანა ეს კომპანია საქართველოში, ეს ქალბატონი არის საკმაოდ ნიჭიერი განათლებული ადამიანი, ის ცხოვრობს ავსტრიაში და მან შემოგთავაზა ესეთი სტრატეგია, ეს არის 2-5-90, ესე დაარქვა ამ სტრატეგიას და რაში მდგომარეობს ახლა გეტყვით. აქ არის ისეთ ადამიანებზეა გათვლილი ეს, ვისაც უჭირს ხალხის მოწვევა. და შემოგთავაზა ესეთი რამ. 2 ადამიანი მოიწვიეთ 5 დღეში. და ყველა იმ თქვენმა 2 მოწვეულმაც 2 ადამიანი მოიწვიოს. მერე ხომ გახდება 4 ადამიანი. 4-მა კიდე 2 გახდება 8 ადამიანი. 8-მ კიდე 2 გახდება 16 ადამიანი და ასე შემდეგ 5 დღეში, ანუ ამ დღეებსაც მნიშვნელობა აქვს და 3 თვე ნახევარში თქვენ გახვალთ $4,000 და $8,000 ხელფასზე. 3 თვე ნახევარში. ეს სტრატეგია გამოიყენეს უკვე გერმანელმა ბიჭებმა და მათ ცოტა გაეწელათ, იმიტომ რომ 5 დღეში ვერ ჩაეტიეს და მე-6 თვეს მიაღწიეს აი ამ შედეგს. ოღონდ მარტო ზედაფენამ კი არა. დასაწყისში ვინც იყო, აი $4,000 და ნელ-ნელა უпростად $8,000 და ნელ-ნელა აი ესე $4,000-მდე უამრავმა ხალხმა აიღო აი ეს ხელფასი. მაგრამ აქ ნახეთ, აქ მხოლოდ ბრილიანტის სტატუსებზე, ბრინჯაოს სტატუსებზე არიან ყველა გასულები და სიღრმეებიდან სწრაფი ბონუსის სახით ვერ ამოიღებენ თანხას. და რომ დაუკვირდით, მე ქალბატონმა ნანამაც თქვა და მეც ძალიან მომწონს ეს სტრატეგია. ეხლა საცა 2 ადამიანს მოიწვევთ, მე-3 ადამიანი შეიძლება მოიწვევთ და 3 ადამიანით უფრო სწრაფად გახვალთ იმ $4,000-დან $8,000-იან ხელფასზე და თან პლუს ახვალთ სტატუსებზე და სიღრმეების კარგად გაგეხსნებათ და არა მარტო თქვენ, არამედ სულ ყველა ნელ-ნელა ახვალთ სტატუსებზე. ანუ 3+3 უფრო კარგი ვარიანტია ჩემი აზრით. ეს ყველაფერი არის დათვლადი, ეს ყველაფერი არის მათემატიკური სიზუსტით გამოთვლილი და ყველაფერი არის გამჭირვალე. ეხლა უკვე ველოდები კითხვებს, აღარ მინდა რომ მეტი ძალიან გავაგრძელო ეს ჩემი პრეზენტაცია და გისმენთ ჩემო მეგობრებო, კითხვებს ველოდები. მოგესალმები ნიკო. გამარჯობა. ერთი პრეზენტაცია იყო და ძალიან დამახარე. მე მაქვს კითხვა შემოკარგე ჩემი ახალი მოწვეულისთვის. არის სოციალურად დაუცველი, აქვს სოციალური კარტა და თუ იმოქმედებს რომ მე ამ კომპანიაში ჩავერთოვო. არ მინდა რომ პრობლემა შემექმნასო. კი ბატონო, გეტყვით ახლა, მე მქონდა მასეთი მსგავსი შემთხვევა. ქონდა სოციალური ბარათი ქონდა ოღონდ მას და სოციალური ბარათით ვაპირებდით რომ დაგვერეგისტრირებინა და ბარათი დაბლოკა ბანკმა და მეორე დღეს დაურეკეს რომ თქვენი ბარათიდან ვიღაც ცდილობდაო რომ თანხა გაეტანაო და ამიტომ ჩვენ ეს ადამიანი დავარეგისტრირეთ შიდა ანგარიშით. მაგრამ მე ფიქრობ რომ შიდა სხვა ბარათი რომ აიღოს შეიძლება რამე პრობლემა შეექმნას. ან არ შეექმნას, ანუ ეს ნამდვილად არ ვიცი აი ეს ნიუანსები, მაგრამ თავი რომ დავიზღვიოთ შიდა ანგარიშით დავარეგისტრიროთ. შიდა ანგარიში არსად არ გამოჩნდება და ესე რომ შიდა ანგარიშით ჯობია რომ დარეგისტრირდეს და როდესაც ავა ხელფასზე, მერე სულაც აღარ უნდა ის სოციალური. რობა მოგესალმებით მეგობრებო. ნანა, უღმესი მადლობა. ძალიან საინტერესო ინფორმაციული გულში ჩავწდომი.
გადმოცემით საუბრობდი. როგორც ციცი ტყვის ხოლმე დარეგისტრირებული რო არ ვიყავ, დავრეგისტრირდებოდი დღესვე. შენი პრეზენტაციის შემდეგ. გაიხარე. წარმატებას ვსურვებ ჩვენ სტუმრებს, ვინც ესწრებოდა, ვინც მოისმინა. მინდა გითხრათ, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდით. ეს შანსი თქვენია და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ კომპანია ლივგუდი. გაძლევთ საშუალებას და პირდაპირ გეუბნებათ. მოდი, გამომიყენე, იმუშავე თანხები, იყავი ფინანსურად დამოუკიდებელი, წარმატებული ადამიანი. ამიტომ ჩვენზე მართლაც ძალიან ბევრი რამ არის მეგობრებო დამოკიდებული. სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენ შეგიძლიათ კიდევ დაესწროთ შემდეგ პრეზენტაციას. პრეზენტაციები ყოველთვის ტარდება. ყოველდღე თითქმის მოისმინოთ რეალური ადამიანების რეალური შედეგები, რაც მოწმობს იმაზე, რომ ეს კომპანია არის სანდო, საიმედო, გამჭვირვალე. ჩვენ ვართ მტკიცებულება იმის თითოეული ადამიანი, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები ვართ და წარმატებულები, იმის მტკიცებულება, რომ აქ წარმატება გარდაუვალია. ჩვენ ხო რეალური ადამიანები ვართ, ჩვენ ხო არა ვართ უსულოსაგნები, პირდაპირ გელაპარაკებით კომპანიის შესახებ, აგერ ნანა, აგერ მე და კიდევ უამრავი ადამიანი, რომელიც უკვე სერიოზულად არის ამ კომპანიაში ჩართული, უკვე ძალიან დიდი იმედები აქვს, ძალიან ბევრი მიზნები აქვს დასახული, იმიტომ რომ ეს კომპანია მართლაც არის საიმედო და მართლაც ყველა ადამიანს შეუძლია დაეყრდნოს, ასე რომ ვთქვათ და იმედიანად იყოს, რადგან აქ ხელფასები არის რეალურად და არის მუდმივად. ხელფასი, რომელიც არ არის დროებითი. ხელფასი, რომელიც არ არის დამოკიდებული ყიდვაზე, გაყიდვაზე, გარეკლამებაზე, სტატუსებზე. საერთოდ თავისუფალი ხართ ამ ყველაფრისგან. მე თვითონ ვარ მექსელე, წლებია სხვა კომპანიაში მუშაობდი და დადგა ის დრო, რომ მე უნდა გამეკეთებინა არჩევანი და გავაკეთე სწორი არჩევანი და მეც მოვხდი სწორ ადგილას აგერ ლივგუდში. ქმნი ძალიან დიდ სტრუქტურას, ყავს ძალიან დიდი გუნდი, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, ჯაჭვურად მუშაობთ, ხელი-ხელ ჩაკიდული, ასე რომ ვთქვათ, ერთგულად, გუნდურად და მივისწრაფეთ იმ მიზნისკენ, რომელი მიზანიც ერთად გვაქვს, ანუ ერთი საქმე გვაერთიანებს ამ კომპანიაში, განსხვავებულს არავინ არაფერს არ აკეთებს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოხვიდეთ, დადგეთ ჩვენთან ერთად და გამოყვეთ წარმატების გზაზე. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის, ხო გაგიგიათ? აქ ესეთი სიტუაცია, აქ არავინ არავისთვის არ მუშაობს, არავინ არავის არაფერს არ ურიცხავს, აქ ყიდულობთ თქვენს ბიზნესს, რიცხავთ თქვენს კაბინეტში, მithunს არავინ არ ეხება, $50 იყიდით ბიზნესს, გამოიმუშავებთ სოლიდურ ხელფასებს, რომელიც არის მზარდი და მზარდი. შენ შეიძლება გაკმაყოფილებდეს $1000 და არ გინდოდეს მეტი და გაჩერდე, გაიყინო ერთ ადგილზე, არავინ მოიწვიო, მაგრამ ეს ჩვენი ნება არ არის, გვინდა არ გვინდა ჩვენი ხელფასი იზრდება და არის მზარდი, ეს არის საოცრება. მოკლედ, კიდევ ვიმეორებ, ახლები თუ ვინმე ესწრებით კი არა და ვხედავ რომ არიან ახლები და ყველას ვერ ვიცნობ, იმიტომ რომ მეც ვიწვევ აქ ადამიანებს და ჩემი სტრუქტურის წარმომადგენლებიც იწვევენ. კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცოთ ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი, ეს ის არის რომ თქვენ უკვე აქ ხართ და თქვენს დაგვრჩენიათ. გააკეთოთ რეგისტრაცია დროულად დაიკავოთ თქვენი კუთვნილი ადგილი და მიიღოთ ეს ძვირფასი საჩუქარი იმ ადამიანისგან, ვინც მოგიწვიათ აი ამ ძვირფას კომპანიაში, აი ამ ჩვენს უმაგრეს გუნდში. უღრმესი მადლობა თვითონ ჩემ სტრუქტურის წარმომადგენელს, ვინც თავდადებულად შრომობს, ვინც ამ ხელას სიკეთეს აკეთებს ჩემთან ერთად, მოყავს ამ კომპანიაში ადამიანები და უნდათ რომ ჩვენთან ერთად ისინი იყვნენ ბედნიერები. მართლა ყველა ბედნიერია ამ კომპანიაში და ამას თავისი მიზეზი აქვს.
ამ ყველაფერში რომ გაერკვიოთ, თქვენ უნდა იყვეთ აი აქ, სადაც ყველაფერი ხდება, სადაც წარმატებაა, სადაც იქნებით ფინანსურად გამართულები, დამოუკიდებლები და წარმატებულები ცხოვრებაში, მთელი ცხოვრება. მოკლედ, ეხლა დაგემშვიდობებით ბავშვი აღარ მაცდის, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, თქვენი მოსმენა, ქალბატონო ნანა კიდევ და კიდევ. ეხლა დავუთმოთ სტუმრებს კითხვები ექნებათ და შეგიძლიათ თავისუფლად დასვათ კითხვები არ მიგერიდოთ. მადლობა. მადლობა ოლიკო. ოლიკო მაისურაძე არის ჩვენი ზედა სპონსორი, მთელი ამ ჯგუფის თავი, ესე რომ ვთქვათ. და მადლობა ოლიკო შენ ყველაფრისთვის, რომ აი ესე ზრუნავ ყველასთვის. და ჩვენ ჯგუფში მოხვედრა ხალხნო მართლა ძალიან მაგარია. არ ვიქებ თავს და არ ვაქებ ჩვენ ჯგუფს, მაგრამ რომ გადახედოთ სხვა ჯგუფებს, ყველაზე მაგარი ჯგუფი არის ჩვენი. ნამდვილად გეთანხმები, ნანა, თამამად შემიძლია ვთქვა. კი. ეხლა მინდა რომ კითხვები დამისვათ და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ ლივგუდის შესახებ, თუ კი რამ გაქვთ კითხვა. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, ისურვებთ წინსვლას წარმატებებს. მე 60 წლის ქალი ვარ, ჯერ ასეთ კომპანიასთან შეხება არ მქონია, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან რა ვიცი, ისე ჩართული ვარ, რომ ჯერ ახალ მოწვეული ვარ, აგერ ერთი თვე არის გასული. დავრეგისტრირდი, საწევროც გადავიხადე და მინდა რომ წარმატებები გქონდეს ყველას ერთად და ძალიან მომწონს ის აზრი, რომ ყველა რომ ერთმანეთს ეხმარებით და ყველა გააბედნიეროთ რომ გინდათ და ამისათვის დიდ მადლობას მოგიხდით ქალბატონო ნანა. გაიხარეთ, მადლობა. ჯერ მე ვცხოვრობ სოფლად და სოფლის ადამიანებისათვის ძალიან ძნელი და მაჯერებელია რომ კომპანიებთან რო არ ქონიათ შეხება, ძალიან უჭირთ მოწვევა ჯერ გამიჭირდა ან არ ვარ ურეიტინგო ვარ, მაგრამ მაინც არ ვიტეხ კურს და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ერთად წარმატებას მივახცევთ. დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ. თქვენ თამილას მოწვეული ხართ, მე როგორც ვიცით, ხო? დიახ, თამილას მოწვეული ვარ, მე და ძალიან დამაინტერესა ამ კომპანიამ. ვიმედოვნებ რომ ყველა წარმატებას ერთად მივახცევთ და ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი პრეზენტაციისათვის, დიდ მადლობას მოგიხდით, ძალიან გარკვეულად, ძალიან დამაჯერებლად საუბრობთ, ისე საუბრობთ რომ რა ვიცი რა პირდაპირ მინდება რომ ყოველ წუთში ასეთ პრეზენტაციას ვუსმინო. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ჩვენამდე მოიყვანეთ თქვენი სტუმრები და დავარწმუნოთ. დიახ, აუცილებლად. გაიხარეთ. ყველაც ეს შეგიძლიათ მოისმინოთ, ეს საოცარი პრეზენტაცია ჩანაწერი იდება და მოусმინეთ. აუცილებლად ყველას ვუსმენ მე. ძალიან კარგი შემოკარგო. მეტი მოტივაციისთვის, მეტი შემართებისთვის პრეზენტაციების ყურება, მოსმენა არ უნდა მოგვეზრდეს, პირიქით სტიმულს მოგვცემს და ძალიან კარგია. მადლობა ყველას და დიდი წარმატებას გისურვებთ ყველას. გაიხარეთ შემოკარგო, მადლობა თქვენ. აქ რთული არაფერია, პირადად მე აქ ჯერ სტილის ფულიც არ გადამიხდია, საწევროს ფულიც და უკვე სტატუსზე ვარ ასული. წარმოიდგინეთ, იმდენად კარგი და იმდენად აი ასეთი მარკეტინგი არსად რომ არ არის. ძალიან სტიმული მომეცა, ძალიან იმედი მომეცა და რა ვიცი, წარმატებისკენ მივდივარ ნელ-ნელა. ძალიან კარგი. მადლობა მაკა. მეგობრებო, არ მოგერიდოთ კითხვების დასმა. თქვენ იმიტომ ხართ აქ, თამამად უნდა იკითხოთ. ნებისმიერი კითხვა. არ იფიქროთ, რომ ან ეს არ გამომივა კარგად რომ ვიკითხო და ასე შემდეგ. იმიტომ ის რაც არიცით, უნდა იკითხოთ, რომ გაიგოთ. ჩვენც ესე ვისწავლეთ. მე რომ მოვიდი ამ კომპანიაში, მეც არაფერი არ ვიცოდი. ვიჯექი პრეზენტაციებს უსმენდი ქალბატონი ნანონებიცის ჩატში და ვსვავდით კითხვებს და ვსწავლობდით. ეხლა ჩვენ უნდა გასწავლოთ თქვენ.
ამიტომ თამამად ძალიან თავებად იკითხეთ, ჩვენ პირიქით გვეხარია, რომ კითხვები დასვათ, ერთი სვავს კითხვას, მეორე ისმენს, მესამე სწავლობს და ესე უნდა განვითარდეთ. ნამდვილად ესია. ქალბატონი გიული გოცირიძე, მოგესალმებით, ვისი მოწვეული ბრძანდებით, ვერ გიცავთ. გულია, ჩემი, ოლიკო. გულია. რატომაც მეცნობა და თან იცი რატო? ეხლა დაემატა ნანა ჩატში და გასული იყო? ეხლა დაემატა? კი, ამოშლილი ხო არ იყო. იმიტომ ამერია. მე მგონი ამოშლილი იყო. შეიძლება. ოლი, კი არ დაემატა. გულია გოცირიძემ დაამატა ვიღაცა. ხო, ან შეიძლება ეგრე იყო, რაღაცის მომკარი თვალი აშკარად. ხო, გულია ძალიან ბევრ ადამიანს ამატებს. ძალიან კარგი. აქ ხედავ ეკამაის სურათს, ჩემი დის მოსახელე, ჩემი მოგვარე, გისმენ ეკარა. შეიძლება? ალო. კი ბატონო, გისმენ. მე ვარ პირველი თქვენთან თამუნა. კი ბატონო. პირველი ვარ, აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი რა ხდება. ქალბატონმა დალიმ ხამადაძე მომიწია თქვენთან. ძალიან კარგი. არაფერი არ ვიცი რა ხდება, საერთოდ გაგებაში არ ვარ. ეხლა შემოხვედით, არ მოგისმენიათ პრეზენტაცია? არა, პირველი ვარ თქვენთან. არა, გასაგებია, მაგრამ ეხლა შემოხვედით ამ წუთში 1 საათია უკვე პრეზენტაცია. დიახ, 1-10 წუთია შემოვედი. დიახ. კი ბატონო, ეხლა მე აქ ყველა მოისმინა პრეზენტაცია და მეორეჯერ ნამდვილად ცოტა უხერხული იქნება, რომ გავიმეორო ყველაფერი. ეს პრეზენტაცია არის ჩაწერილი. როგორც კი დამთავრდება პრეზენტაცია, დავდებ ამას ხელახლა და შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე მოისმინოთ პრეზენტაცია. ნამდვილად ძალიან კარგ ადგილზე ხართ მოხვედრილი, მოусმინეთ პრეზენტაციას, აქ ძალიან ბევრი პრეზენტაციები იდება და შემდეგ გადაწყვეტეთ როგორც საჭიროა. გისმენთ აბა მეგობრებო. ქალბატონო თამარ, ეს ციფრები რომ გაწერიათ, სახელი რომ დაიწეროთ, გთხოვთ რომ გარკვეული ვიყოთ სახელით რომ მოგმართოთ. დიახ, ტელეგრამი არასდროს არ მქონია და სახელსაც მართალი გითხრათ ვერ ვაწერ, ვერანაირად ვერ მივაგენი ვერაფერს, ძალიან მძიმე ავადმყოფის დედა ვარ, პრაქტიკულად არაფრისთვის არ მწალია უბრალოდ რომ ქალბატონმა ჩამიგდო და რა ხდება, მე ვთქვი გადავხედე, იმიტომ რომ მესიჯებისთვის თუ არა მაქვს, მაგრამ რაღაც დავინტერესდი რომ ფინანსურად ძალიან რთულ მდგომარეობაში რო ვარ. ნუ შევეცდები სახელი დავაწერო როგორმე. ან რაღაცას იმასვისა. მადლობა. შეგვიძლია დაგიკავშირდეთ პირადში და დაგეხმარებით. არ იმევლოთ მაგაზე. დაგეხმარებით აუცილებლად. მადლობა. გაიხარეთ. კარგით, მეგობრებო, რახან კითხვები არ არის. დავასრულებ მე პრეზენტაციას. და ორშაბათს პრეზენტაცია იქნება დიდ ჩატში.
იქ გადავიდეთ, შემდეგ სხვა პრეზენტატორს მოусმენთ და ნამდვილად დარწმუნდებით, რომ საოცარ კომპანიაში მოხვდით. კარგით, კარგად იყავით,